ბათუმში სასტუმრო რედისონში ეგრეთ წოდებული უბატონო რადიოაქტიური წყაროების ძიებისა და უსაფრთხოების საკითხებზე სასწავლო კურსი მიმდინარეობს. ღონისძიების მიზანია დაინტერესებული უწყებების სპეციალისტებს ეგრეთ წოდებული უბატონო მავნებელი გამოსხივების წყაროების მოძიებასთან დაკავშირებული ახალი მეთოდები და თანამედროვე აპარატურით საძიებო მუშაობის პრინციპები გააცნონ. სწავლებებზე აქცენტი გაკეთდება აჭარაში შესაბამისი რესურსების შექმნაზე, რასაც რეგიონში არსებული ყოფილი რუსული სამხედრო ბაზების ტერიტორიების გამოკვლევებისთვის გამოიყენებენ. სასწავლო კურსის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დაბა ანასეულს ჭუჭყელი პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებაც. პროგრამაში საქართველოს შინაგან საქმეთა და სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სწავლება შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის ინიციატივით ტარდება და 4 მაისს დასრულდება. ეგრეთ წოდებული მიტოვებული წყაროები ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ნებისმიერ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს ისეთი რადიოაქტიური ნივთიერებების პრობლემა, რომელიც ან დაკარგულია, ან მოპარული. ეს პროექტი ერთგვარი პრევენციაა, რომ არ მოხდეს ასეთი ნივთიერებების ცუდი მიზნებისთვის გამოყენება, არ აღმოჩნდეს ტერორისტების ხელში. მომზადდება ჩვენი ქართული კადრების იმისათვის, რათა შემდგომ მათ თვითონ ამოუკიდებლად შეძლონ იმ პრობლემის მოგვარება და უზრუნველყოფა უსაფრთხოების, ქვეყნის უსაფრთხოების სიმართლით, რასაც ქვია უბატონო დაკარგული რადიოაქტიური წყაროების მოძიება, გაუნებაყოფა, უსაფრთხო განთავსება და მისი შემდგომი მენეჯმენტი.